სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საიას და მთლიანად ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წლების განმავლობაში იდგნენ ამ ქვეყანაში დემოკრატიის სადარაჯოზე და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუნდაც დღევანდელი გადაწყვეტილება რამდენად მნიშვნელოვანი არის სამოქალაქო სექტორის ეფექტური საქმიანობა და საერთოდ არსებობა ამ ქვეყანაში, რომ ადამიანებმა არ დაკარგონ იმედი იმ ქვეყანაში, როდესაც ქართულ ოცნებას სრულად აქვს მიტაცებული ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ყველა სახელისუფლებო შტო, არც სასამართლოს და არც საგამოძიებო უწყებების იმედი ხალხს არ აქვს და არის ერთი სტრასბურგის სასამართლო, სადაც შეიძლება იპოვნო რეალურად სამართალი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამ თვალსაზრისით ათობით მონაწილეს 20-21 ივნისის დემონსტრაციებისა და მათ სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ ფულადი კომპენსაცია, იმიტომ რომ დარღვეული არის სამი მუხლი, მე-11, მე-10 და მე-3 მუხლები ცალკეულ შემთხვევებში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და ამას გარდა ძალიან მნიშვნელოვანი ამ გადაწყვეტილებაში არის ის, რომ ვალდებულება აქვს სახელმწიფოს შეცვალოს წესები, როგორ უნდა მოიქცეს მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს სამართალდამცავი როგორ უნდა მოიქცნენ სამართალდამცავი უწყებები და ეს პირდაპირ კავშირში არის იმ დიდ სკანდალთან, რომელიც BBC-ს ჟურნალისტურმა გამოძიებამ ცხადყო და გამოააშკარავა და სხვათა შორის დღევანდელ გადაწყვეტილებაში სტრასბურგის არის ერთი მნიშვნელოვანი პასაჟი, სადაც ამბობს, რომ ეს შიდა რეგულაცია მინისტრის ბრძანება გაუარესებული არის დღევანდელი მდგომარეობით 2019 წელთან მიმართებაში, როდესაც სხვადასხვა საშუალებების პარალელურ გამოყენებას ეხება საქმე. როდესაც ამართლებდნენ ისინი დეკემბრის დღეებში გარევას მართალია არაუკანონო, კანონიერიო, მაგრამ ქიმიური ნივთიერება გავურიეთო წყლის ჭავლშიო, რაში ჭირდება დეკემბრის თვეში განსაკუთრებით წყლის ჭავლს რაღაც სხვა ნივთიერების გარევა, როდესაც მისი დანიშნულება არის, რომ ჭავლის ძალით დაშალოს ფიზიკურად დემონსტრანტები. საჭიროების შემთხვევაში ვსაუბრობ. ეს ერთი დარღვევა. საერთოდ ქიმიური მოწამლვის საქმე არის მეორე ძალიან დიდი, ანუ არანაკლები ვიდრე იყო გავრილოვის ღამის აქციები. ეს დიდი სკანდალი, რომელიც რეჟიმზე არის დღეს დაკიდებული და რომელმაც ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნა იმ თვალსაზრისით, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცა. ეს არის სახელმწიფოს დანაშაული, თუ სავარაუდო დანაშაული, თუ ეს დადგინდება, ოღონდ უნდა დადგინდეს რეალური გამოძიებით, საერთაშორისო გამოძიებით და არა იმ სპექტაკლით, აი 5 დღეში რომ სუსმა გამოიძია, ხო, ჯერ ერთი სახელმწიფოს დანაშაული თვითონ სახელმწიფომ საერთაშორისო სტანდარტითაც არ უნდა გამოიძიოს, მით უმეტეს სუსმა, ქართული ოცნების სუსმა დღევანდელ დღეს 5 დღეში როგორ შეიძლება ქიმიური მოწამლვის საქმე გამოიძიო.